ყველაფერი შთაბეჭდილება დაიწყე შენ. მისი საოცარი ფორმების აღქმა და რაღაცნაირად გაცნობიერება იმის, რომ საოცარ დახვეწილობასთან გქონდა საქმე. დიზაინერი ვიღაცამ ძალიან გააბრაზა არაკომფორტული მანქანით და ეცადა რომ ძალიან კომფორტული მანქანა გაეკეთებინა. როგორც მამას ურჩევნია რომ შვილი სჯობდეს, ასეთი გამოუვიდათ იაპონელებს მე-6 თაობის რავოთხი, რომელიც ვიზუალურადაც გამორჩეულია და ინტერიერით და ნებისმიერი დეტალი, რომელიც ამ ავტომობილს აქვს, არის ბევრად უფრო დახვეწილი, ვიდრე მისი მე-5 თაობისა, იმედია მამას არ ეწყინება ახლა ეს შეფასება. ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან დიდი ხანია Toyota, მართა უკვე 6 წელია და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აი ესეთ სათავგადასავლო გზაზე, ცოტა რთულ გზაზე, როგორ ვიმოძრავებდი და ძალიან კომფორტული იყო თვითონ გზავრობა და ძალიან დასამახსოვრებელი და დიდი მადლობა ამისთვის Toyota-ს. დღეს ჩვენ წარვადგინეთ სრულიად ახალი Toyota RAV4 მოდელი, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ არის ეს ავტომობილი სრულიად წარმატებული თავის სეგმენტში. Если შეცნեմ, որ մենք գտնվում ենք Վրաստանում եւ մասնակցում ենք նոր Toyota RAV4-ի շնորհանդեսին, իսկ այսօր մեզ մոտ test drive-ի օր է, փորձարկման օր է։ Տեսեք ինչ ֆանտաստիկ տեղ են մեզ բերել։ Relyef seçildi yeni nəsil RAV4-ü sınamaq üçün və düşünürəm ki, öncəki nəsildən çox fərqlidir, daha rahatdır, daha yumuşaqdır və ən vacib bir məsələ avtomobil sənin sözünə qulaq asır. Ümumi atmosferə gəldikdə isə hər şey mükəmməldir. İyun ayında ağlımıza gəlməzdi ki, biz qar görək. Как только я сел, это удобство, но больше всего меня зацепила панель приборов. Руль стал прямо таким брутальным, и вообще машина визуально стала очень стильной. И еще я хотел бы отметить удобство в машине, вождение, ощущение. Это гибрид, конечно же, это экономия топлива. Большое пространство, то есть она идеально подойдет для небольшой семьи. Классная машина для путешествия. Обновленная система безопасности. Я хотела к этому прийти, что на самом деле очень классно для меня, как для мамы. Это самый важный показатель, фактор. Როგორც ყოველთვის, ეხლაც არჩევანი გაკეთდა RAV4-ის ისეთ ადგილას წარდგენაზე, სადაც მოხდებოდა ამ მოდელის და ბუნების და რეგიონის შერწყმა ერთმანეთთან. გადავწყვიტეთ, რომ წელს RAV4 ჩვენ ინფლუენსერებთან ერთად, რომლებიც არიან საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანის წარმომადგენლები, ჩაგვეტარებინა ეს საოცარი ღონისძიება საქართველოს ულამაზეს მხარეს გურიაში. მოვიცავით გომის მთა, ჰქონდა test drive ამ საოცარ ადგილას და დღეს ვიმყოფებით ახლა უკვე ზღვის სანაპიროზე და იმედი გვაქვს რომ ჩვენი ინფლუენსერები და სტუმრები მიიღებენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ამ ლამაზი დღისგან და ამ ლამაზი ღონისძიებისგან.